დილამშვიდობის მესარება ადგომაც და დასვლით რატო აი ესე ანუ სკოლაშიც რომ მივდიოდით ხოლმე ის დღე მაგრად გვესწიკლდებოდა ხოლმე ადგომა ხოლო სახლში რო დავიყავით ძალიან ადრე ვდგებოდით ხოლმე იგივე იყო გუში წინ და იმის წინ ჩემთვის 6 რო იწყებოდა მაშინ ვდგებოდით ეხლა ვდექი 7:30-ზე და სანამ ავდექი კიდე 7 გახდა ოიცი ბუზი შემომეპარაკინე ძალიან კაია ის ფარდა დაცულია ანუ ვერ შემოდია რა ბუზები ეხლა კატა თამაშობდა და გავაკეთე გუშინ გავაკეთე ჩანახი ხო გახსოვთ აი მე მაგას აღარ გავაკეთე ძალიან დიდი ხანი მომდი ან მე რომ მინდოდა რომ დამემთავრებინა დროზე მაგიტო მომდი დიდი ხანი მე ხო თქვი რომ კიტრის წვნილი ამეხადა თქო გადმოვყვალი წყალი დავასხიე ადუღებული წყალი ცოტა ხანი გავაჩერე გადმოვყვალე და ახალიდან დავბეჭდე 2 ცალი და ვნახოთ რა იქნება ეს კარტოფილი გვაქვს ასაღები იმიტომ რომ გვეძველია დღეს ალბათ მოიტანს მარაგს მეშუკით ცხოვრებაში არ დამიძინია 10:30-ზე ხალხო ბოლოს მე მგონი სკოლის ასაკში დავიძინე მას ეხლა ვიძები რამაიკა ჩავიცვო მეთქი რამაიკა გრილა ცოტა ხარი იყო წუხელავი ყველაფერზე ბუნგალია გადასული მტვერია ხო და ანუ ძალიან თხელც არ მინდოდა რა ის რაღაცები თხელები მაქვს ზაფხულის ეს არის ივანეს დაპატარავებული მაიკა ვაინები კაცები კავალეროთაც დავხოთ ივანეს დაპატარავებული მაიკა ეს და ძალიან მიყვარს ეს მაიკა ჩავიცვი ეს ივანის ცოცხალი ეს არის ხაიონის ამაზე 1 ზონი დიდი თუ 2 ზონი დიდი აქვს და ზოგადად ივანეს ტანსაცმელი რო უპატარავდება ხოლმე იმების ხმარება მიყვარს და ჩავიცვი ეს კიკინები როგორ აქვს დღესაც გამიქაჭავს ეს კიკინები მაგრამ დღეს ყველა ვარიანტში დავიშლი იმიტომ რომ თევზებში ვიდიორ ხალხო და იქიდან ისეთი ვიდიორ ხოლმე რა ის კიკინები ხო მითხარისაო დაიშალეო და დატალღული გექნება მე იქნება როგორ არ მექნება რა დავიბანო უფრო სწორად ანუ დღეს იქით აღარ გაჩერდება ფიზიკურად თორე იცი ისეთი კაია კატო არაფერი ჩამომეშალა ანუ რაც მაწუხებს ხოლმე და სულ რო ვიგლეჯო ხოლმე თავს რო გადავიწიო არაფერი საერთოდ ხო ხა ის ყავის მოდუღების ის გავიბლატავე და მოპატიეთ ესე ჩაოლებრივ მათუყარა რა ის რო ის ჩადო და იმან ჩამოასხას და რაღაცა არა მათ მომეწონა მართლა რომ რაღაც მაგას ვიხმარ ხო ვენილი ამე საიდან შემოეთრიე შენ გუშინ ბუზებმა შემაწუხეს ხალხნო აქ აღარ არიან არა ეხლა ერთ წელსაც მივასიკუდილებ გარეთ ლაშარო ჩანახის მასალას მიმზადებდა არ ვიცი და თვითონაც ბუზები მარტო ჩვენთან არიანო თუ წელს რა ხდება ამის მერე მან დრო დავჭდები ხოლმე ჩავთავ ვილტილიატორს ერთადერთი რაზეც არ მოდიან არის იმისი ნიავი ფიზიკურად შეუძლებელია ხარ ალბათ ძალიან როცხელა მაგიტო
აი საშინელება. გარეთ ვერ დაჭდები. ვერ დაჭდები, აი ამას ვერ დაიჭერ. შეგჭამენ იქ. ეგრევე შეგჭამ. არადა დღეს კაია მინდია სალაშქროთ, რო წავსულიყავით იალდოზე. ისე რაღაც დაგებავდა, რაღაცა განწყობა მქონდა. აი შაშან ხო დღეებს და წუთებს ვითვლიდი მოვიდეს მეთქი ეგ დღე და ეხლა რომ ვიცოდი ან დღეს ან ხვალე, ანუ არ მქონა რეაქცია, აი ტყუილი კი არ არის ის, რომ ქალებზე მით უმეტეს, რომ გრძნობ რაღაცას წინასწარ. ანუ საერთოდ არ მქონა განცდა, რომ მივდიო. აი ბევრი რაღაცა რომ ხდება ხოლმე, ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, აი შეგნება როგორი გაქვს, ჩემ თავს ვეკითხები და აი არ ვიცი სადღაცას დარწმუნებული ვარ ხოლმე, რომ ეს ესე იქნება. და მართლდება ხოლმე. ალბათ ბევრ თქვენგანაც ქონია ესეთი შეგრძნება, იმიტომ რომ ბევრს უთქვია ესეთი რაღაცა გამიქია მეც. როგორც მე ვამბობ ანალოგიურად. და როგორც ვიცი, ეგ შეგრძნება კაცებს არ აქვს. შეგრძნებები ისავქეთ, რა ქვია. გაუფასურეთ კაცებს. შაბათს იყო ჩემი თანამშრომლის დაბადების დღე. და აი ეს რაღაცები რომ გამოვიწერე თემოდან ადრე. გამოვიწერე საჩუქარი მისგანაც, მისთვისაც. ესე იგი რამდენივე ძები. ანუ კი არ დამეკარგა და რაღაცა ეს რემონტის რაღაცები რომ გამოვიტანეთ. ეს მახსოვს რომ ანუ ერთად მილაგია წინანდელი თემის გამოწერილი რაღაცე. ხედავთ ჩემ გონებაში რომ აქ მედო ვიცოდი. რამდენივე ძები მაინც და ძალიან ელემენტარულ ადგილას მედო სპეციალურად დამიდია რომ დავდე რომ ადვილად ვიპოვო მე ჯერ მეძებე. და საჩუქარნა მწავა დღეს. ჩემთვის აი საჩუქარს როგორი მნიშვნელობა აქვს? პირველ რიგში ის რო გახსოვს. აი ეგ ყველაზე მთავარია. რა საჩუქებ, მან მეორე ხარისხოვანია ჩემთვის. აი ადამიანს რო ახსოვხარ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, აი ძალიან. და მე საჩუქარსაც შეეხება. ჩემთვის საჩუქარი არ განისაზღვრება ფასით, საერთოდ. ადამიანმა იჩქარო მომტანოს სიყვაზე ვამბობ რა. თავარი რა გულით ჩუქნი და როგორ გინდა რომ მას პატივი სცე. ეგ არის ყველაზე მთავარი. და მე ძალიან მიყვარს ესეთი საჩუქრები, სიმბოლური საჩუქრები. არ აქვს მნიშვნელობა ფასს, შეიძლება 10 ლარიანი იყოს, შეიძლება 1 ლარიანი იყოს, შეიძლება 100 ლარიანი იყოს, მაგრამ იმ 1 ლარიანმა აჯობოს თავისი აზრით, შინაარსით. თავარით როგორც წევან თქვი ისა რომ გახსოვს. გონა გაწვიმდა. გუში ყველაფერი გავაკეთე გარდა კროხის დასმის. ანუ ვერ გავუკეთე საბუდარი რა. დღეს რომ მოვიდ ვიზავრამეს. და ის კიდე 4 ხმოვჩი. ვაიმე უნდა გაგამწარო ბარაქის ხეზე ამოთხარა და იქაშვება. ჩამოდი გოგომაკიდან. ავიწყდება ხალხმა მისატანა მოვიწყდება ეგლაშა რომ მოყადგება თუ რომ წავ ჩავატანინო. ჩავატანინო რაღა დავატანე.
მოგეთ 4 შაბათს რო დავამთავრე სამსახური და ვიცოდი რომ 5 შაბათს ისეთი დღე იყო აი ეს ეზოსტასუფთავების რა და შანსი აიყო ფრჩხილები არ გამფუჭებოდა. და მეთქი პარასკევს იმას ვიზავთქო. დავიკრავ მეთქი ფრჩხილებს და სადამდეც მექნება და ქალივით ვიქნები რა მეც. მოდია. აი ეს დასაკროები ფრჩხილები. კარგად ხმარობ ხოლმე რა და რაღაცნაირად ჩემ თავი მომწონს ხოლმე ფრჩხილებში ცოტა ხნით. სანამ წამძვრება სადმე. ხო და პარასკევი რო გათენდა. დილით ცოტა მქონდა ბალახი ამოგლიჯი. მე ვიფიქრე რომ მე დავიკრავ მეთქი რა. მე აღმოჩნდა ისე რომ ტყემალი დამიკრიფეს. რო წარმოვიდგინე ხა ფრჩხილებით რომ მე ტყემალს ან გავრეცხავდი და ან ნუ ყრი გოგოძირს. აი უნდა გამავწა როგორ დამარბეინები. როგორ დამარბეინები ხა. სუდის გადამოხატა. დაბლა რა ქვეყანა ადგილი გაგძირს. ქვეყანა. წედი ხარ. წედი. მიყევ შენც. დებილ. შეგი სუაქეთ მიყარ მოყარეს. ყუმინდა გადაგაცალო ის ლამაზი ყურები. აი ეს ბავშვი არ არის აქროსი ის წილასთან. აი და ჯიქიაკ. მიმი შეხედეთ ხალხნურა დებილი. ესა დედილა. ჩემი დედილა. მიმი შიში მოგევლე. ეს არ გაიღვიძო სამ. However, Kion qanuna magratu moxdet. Xoda aswagurda moiწყდა. პარასკევს შემდეგ ვაკეთებ ხანტყემას და ხანაღაც და გუშინ კიდე კომპოტები და კიდე რეები იყო ჩანახები და მანახები და აღმოჩნდა ისე რომ აპრილში ქალივით ვერ ვიგრძენ თავ შხილებით. ასე მაგ გუშინ თვალერები კიდე თემოწა. Ai რო გამოიწე რაღაცას და იტყვი რომ აღარ გამოიწე. მე გეწერინებ. არა, არ გამოიწე. არ გამოიწერი არაფერი. უბრალოდ ვეძებჭი. არ ვიცი ხომ ჩავყრი ხოლმე კალათაში. ხო გაგწქვენ გამიგდია ეს რო კატასტროფები. აი ეხლა ჩემს ძარს უნდა მივწერო მანქანით მიდივართ თუ მარშრუტით არ ვიცი ჯერ კიდე რომელი საათია საერთოდ რომ ნაზათავ მოძრაო 25 წუთი არ ის ხმაჩოვთა დაიცა სად არის მეგი აჰა წერე მანქანით თუ მარშრუტით. მაინც ერთ და იგივე დროს უნდა ვიყო მზად, მაგრამ მარშრუტკაზე გავდივარ ხოლმე და მანქანით რომ მივდივარ ის გავჭებული. ესეც რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე, სანამ ეზოსთან მოვიდა და ასიგნალები და მარშრუტკეთი ხوار დამისიგნალებს გამოდი გოგო დროზე. ეხლა კარტოფილს დავდგავ. Ai,
ჭრება უკვე. სანამ შეიწება მე იქ რაღაც გასაუბრებლები მაქვს და მაგას მოვიცილებ, თორე გარეთ მილაკია და ქარნიავი რაზია გასარეცხი გაგიხდება ეს ამის გაფრთხნაში. ეს კარტოფილი ჯერ ისე იყო რა ახლებში ითვლება. კარტოფილი რომ მოგვაქვს ხოლმე 1-2 დღე გადმოვყრი ხოლმე და პროშეტკის ქვეშ მზეზე მიყრია რომ შეშრეს, ანუ ახალი ამოღებულები რო იყო და მე ვახარისხებ ხოლმე წვრილებს ცალ-ცალკე ვდეებ, რომ ანუ შესაძლებლად მოხსახარშად და ეგ რა წვრილებს შესაძლებლად ხმარობ ხოლმე წვრილებს მოსახარშად, უფრო წვრილებს კანიანად ვეცხავ და ან მაშინ გრილში წვავ ხოლმე, ან ტაფაში იგივე კანიანად. გუშინ უყურებდი TikTok-ს. TikTok-ს ყოველთვის უყურებ. მეც აი პავას რო ვსვავ ხოლმე და არც არ ვაკეთებ TikTok-ით ვერთობი. ესე იგი, გაუცებული ვიყავი, რამდენი დამცველი ყოლია ქეთი ეგიდუნაშვილი. ქარს, რომელმაც ჯერ ხოვრავი ლაივში რას არ აკეთებენ, უკვე თავზე გავიდნენ. კაი, ჯანდაბას თავის სავს უშავებ ნიერაფერს. მე მოღიზიანდები რაზე იცი, ძალიან ბევრი ფეიქ აკაუნტებია შექმნილი და ელემენტარული სხვა რაღაცას რო გინდა უყურო, როგორც არ უნდა დავბლოკე ბევრი ის. ანუ მაინც ხედავ რა, მაინც ჩანს, მაინც. ხოდა მე ეს შემხდა ერთ-ერთი ვიდეო ბავშვს ძალიან უზრდელობას რო ეუბნება რა. თავის ქმართან რაღაცა საზიზღრობა უთხრა და ამაზე ატეხილი ერთი ამბავი. რომ გაისაუბრა ძალიან არ თავს გასული და უკვე всё რა. რაღაცა ისაუბრა. შენ ელემენტარული, ანუ საით არაზე ვიცი. ბინას ხო ითხოვენ ხარ, ეგ ყველა მითის რომ ბინა და აბა კალაძე მაგისი ძმა კაცი ერთად დადიოდნენ სკოლაში და ივანიშვილი ხო ბაღიდან მოდის და ტრამპს საერთოდ ერთად ასწავლებდნენ. ხო, ვინც ამბობს გიჟია, ვაფე გიჟია, სათავეში ძალიან კარგი ერთ ვიდეოში ამბობს, მე ეს მჭირდება და იმიტომ აკეთებ. ესე. აი, ადრინდელ ვიდეოები. სახსვა ითხოვს, ხო, ითხოვს. და მისცემ მერას დამაკლებენ, მაგრამ ეს თუ აი ესეთი ხალხის თავდაჯერებულობის ნახევარი მომცა რა. ანუ ბევრი ხოვერი ეუბნება რომ არავინ არ მოგცემს გოგო ბინას შენ ესე ანუ საით როგორ იცი არა მე ვარ შენ ვინ იკითხება ხარ სკლავზე ხალხი ცაში აღარ უყურებს ცაში აღარ არის ხო და მოკლედ ლაივში არის და ამბობს რომ რა იყო თუ ხალხო არა გაქვთო ისაო ბინა ვარ არაფერი ბინა ვარ არა გაქვთო გამოკეტილი რომ შევიდე და ვიცხოვრო რა რა მოხდა ვარსკვლავებული ყოლ და იქ დაუწერს ოღონდ იქ სულ ეკაიფებიან რა არავინ სიმართლეს არ უწერს არ ის ვიდეო შენამდე არ მოვაკეთი მაგრამ აი მე რავი ჩამოდი მე-9-დან ეგ რო რიგდებოდეს ბინა და ერთი უწერს რომ კარდენახში მაქვს დაკეტილი ბინა აი მე კარდენახშიო რა მინდა კარდენახში ხლა იქ წამიყვანე დავიჯერო თელავში არა გაქვთო რა მოხდა ხახო ერთი ვარსკვლავი შემში თელავში არ გაქვთო ეხლა გაგიწყდათო თელავში ბინაო რომ მე შევიდე ანუ და ერთი ადამიანი ვიცოდი ხოლმე მთელი ქვეყანას რო ვარდებულობა აქვს მის წინაშე და უნდა აცხოვრო და ეს მეორე ყოფილა ანუ ხა ორმიადი ანუ ზოგადად რო დაიბადა სამყაროს მადლობლები უნდა ვიყოთ რა ხო და რას ვამბობდი რაზე დავიწყე რაღაც საისხლობა უთხრა ბავშვს რომელმაც ითხოვა უჩესთან სურათის გატარება ბავშვი ამოზარდს არა ამ ლაივში იყო გაცეცხლებული ლაივში თქვა ის
არა ვარ გადავიღებ, ჩემთან გადაიღე თუ გინდა. უჩაო არ გადაიღებ სურათსაო და მიუტრიალა კამერა. მოდი ახლა, მოდი აბა უჩასთანო და რაღაცა საზღვრობა უთხრა, ის საზღვრობა და მე კი მოტყოდა იმ ადგილიდან, რომ უიჭველი მაგსა არაფერი გიჟი არა სამაგის უთრენ ბოქს არავინ დაეყენებინა თავზე გაიჩიჩქვა თავი. მე ერთი პირობა ისაო, მეორე მაგაზეო არ მithქვიაო, მე უჩასზე ვთქვიო და რაღაცა სხვაზეო და იგი გამოვიდა ლაივში. მაგარ ვარ გაამართლა. მიხვდა რომ რა ქონა საქმე კაც. მაგარ ვარ გაამართლა. მე ბოდიში მოიხადა. ბოდიში მოიხადა, იმიტომ რომ შეეშინდა. კი არ ნანო და ისო. მე როგორ წამომცდა იქ სიტყვა ეს ხატებით манипуლირება და რავი ღვთისმშობელს თავს შეადარებ და ის ქრისტეს ქმარს შეადარებ. ეჭვს რო გადაიწერ და ლოცვაზე რო კამერით შევარდები და ხალხსაც არაცდით ეკლესიაში ნორმალურად ყოფნა. აიო მე არ მეკადრებოდა, ანუ ისეთი ის არის წმინდანია, რომ ეს სიტყვები არ უნდა მეთქვაო, ძალიან აიხაცო ხატი მიჭირავო და დაგლოცავთ, ანუ მე მივხვდი რომ უხლებზე ვიდექი. დაგლოცავთ დავეცი ეგრე. ხო და მაგაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ ითხოვდნენ მაგის რაღაცი დონით გაჩერებას, იმიტომ რომ თავს გადავიდა უკვე. მართლა ეს თავმოყარეობა და ეს რაღაც გეგონება რა. სკროლ ხა რა ვიცი რა მე ცოტა ხანი ვუყურე რა, იმიტომ რომ გოგოებს ვიცნობ. თუ არაფერს არ ამბობდნენ, რომ ცდილობდნენ რაღაცნაირად ცოტათი გაეჩერებინათ, რომ დაყენდეს კარგი. ინტერნეტ სივრცე წაბილწაო, ოღონდ მართლა ხან ლაივში დარჩებათ ჩართული ქმარს და მაგათ და რავი გადადიან ერთმანეთზე. ბლოკაი მაგ ვიდეოების შემდეგ ბლოკავდი ყველა მხრიდან. მაგრამ რა ვიცი, იმასავე ჭიანჭველესავით ამრავლებიათ კარტოფილის ჭიასთან. და სოისაუცრება, მე აღმოვაჩინე ლაივი, სადაც დაახლოებით 8 კაცია თუ 9 კაცი და ვაიმე ამ ქალს იცავდნენ? კაცები, ხალხო, კაცები. ორღობის კაცები, აი რო იყვიან ხოლმე ორღობის დედაკაცები თაჭორაობენ, აი ეგ წარმოვიდგე ორღობის კაცები. რა ვიცი. ვაი რა გიშველებათ. ჯერ ის რომ აი ეს გახდება თქვენი ცხოვრების ნაწილი, რომ ესე ამ დონეზე ეშვება. და სხვის ცხოვრებას იცავ, რომელიც აზიარახა. დაგინებენ იმას, ვინც აზრზია და ამტყუნებენ და რატო ამტყუნებენ. და რა პირით აგინებდნენ ქალებს. ზოგადად TikTok-ი ერთი რაღაცაა რა. და აღარ შეგაწყვეტ მეც მორჩი გავრეცხავ ხა და წავჭი. საათი ნახო ზოხტები არ ვასწრებ, საათი მაქვს დრო. ვასობაში უნდა გავავთო კიდეც და მოვესწრო ჭმევა ქათმების და რამე რომ ზოგადად გააჩინე სოციალურ ქსელს როგორ გამოიყენებ. რამდენად კარგად გამოიყენებ. TikTok-ზე მე მაქვს ძალიან ბევრი კარგი გვერდი გამოწერილი, სადაც ბევრ რაღაცა საინტერესოს ასწავლიან ხელოვნების მხრივ. ძალიან მაგარი გვერდი. ეხლა ვინ გაცდის მე გვერდის ნახოთ, სულ ეგი დუნაშვილი არის ყველა მხარეს. ანუ სკროლავ ეკრანს წევ, სულ ეგ ყველგანი ყველა გვერდზე გუდე. რაბსედ მეც გადმოვწერეთ დამტო. ხო და ანუ გააჩინე როგორ გამოიყენებ რა. მაგრამ ძირითადი ნაწილი TikTok-ის აი ეს რო არის, ხო იცი, გამოთქმა რა იცი, როგორ ეხლა გამოთქმა რა ეხლა ამბობენ ხოლმე მაგას. ადრეო სანათესაოში რო ერთი გიჟი იყო, იცოდნენ რომ მარტო სანათესაო, მაგრამ გიჟი არსებობდა ანუ რაღაც. ეხლა მთელმა ქვეყანამ იცის რამდენი გიჟია საქართველოში. რო დაუფიქრდეთ მართლა მასია. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის ძალიან ბევრი კარგი კონტენტი აქვს ქართველებს. ძალიან ბევრი. ძალიან.
მაგრამ ეგ აქ 10%-ს. 90%-ს აქვთ ეს შიშიშვლე. რაც უფრო გაიხდი, უფრო ნახვა ექნება, უფრო მოთხოვნად იქნები. ასაკს ხო პატივს აღარ ასცემი საკუთარს, რაღაც საოცრებებს აკეთებ. ეს TikTok-მა თხოვრობა ხო რაღაცა. ეს გინება, აი მე. გუშინ ლაივი ერთ-ერთი ქეთი ქველაძე, ბევრს გეცოდინებათ. ან ადამიანი გინებოდა რა პირით? აი ფიქრობდი რომ გავგლეჯავ მეთქი ხა სადმე რომ შემოწეს, იმდენად უზრდელია, იმდენად თავმოყარ, არა, თავი უყარს, როგორ არ უყარ. ან ხალხი ეკითხება, ქეთი და ის როგორ ანუ ბათუმში მიდიყარ, რა ძალიან ისეთ ლაით კითხავს, ხა მაგალითად მე რო დავისვათ ლაივში, კითხვა რომ ბათუმში როდის მიდიხარ ქეთი? ვინ გეკითხება შენი დედის იმის ამის ესე იგი ყველას და ამ დროს ცხოვრობს ამ ხალხის ფულებით. რაც უნდა ისუქნი, უბრალოდ აი ეს სიბენძურე ეკრანზე რო ჩანს ძალიან გამახსიანებელია. კაცი იწევლება, ქალი იგინება. არა, უბრალოდ ქალი ისე იგინება, რომ კაცს აღარ დაუტოვებს სიტყვები და მეხი დაგეცეც ამბობს კაცი უკვე ლაივშია, სადმე რა ვიცი, თუ უღარი ვინ. არაფერი არავის არ ეშველება. არც ამ ჩემი ლაპარაკით არავის არ ეშველება. ზოგადად არ გვეშველება თუ ყველა თავის თავი არ გააკონტროლებს. რა. ძალიან ბევრს კიდე თავის ცხოვრება უკან მისდის. და უკან აქ მიყრილი ესე ვთქვათ და სხვის ცხოვრებას განიხილავს. არაფერი გვეშველება. დასკვნა, არაფერი გვეშველება. წავედი ხა. დილამშვიდობისაც გისურვებთ ყველას. ბედნიერ დღეს. თავარია გრილა, აქ გარეთ უნდა დამჭრელი ყო, მაგრამ შემცირად აქ შემოვედი, თავარია გრილა ხალხო. და გაგვიადვილდება ალბათ ყველაფრის გაკეთება საქმეს. ესეც ესე. ეხლა გავაწყო. გარეთ გავალ ბოჭკიდან ამოვიღებ წყალს, იმიტომ რომ ყველას წინავდა არ მინდა მატორი ვაწიკლო და გავაღვიძო ბავშვები და დიდი ბავშვი. აბა მომავალ ვიდეომდე. კარტოფილის წვა გოგოებისკენთვის უფრო, იმიტომ რომ ის ჩანახს სავარაუდოდ არ შეჭამდი. სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხორცებს მეტად ქონდა ცხიმი. ხოლო მეც ვეჭამდი ხოლმე. აი ეხლა ვჭამ. აი ხორცს რო პატარა აი ესე აპკივით რო ცხიმი ქონდა და პირშივ არ არსებული იყო. და ზუსტად ეგ არიან ესე. ივანე შეჭამ. ესენი ვერ შეჭამ. წავედი, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს შაბათია, კვირის პირველი დღე. აბა ხნეთ. ой, წავედი.